დღეს ვაპირებთ უცხო ენის შესწავლის მეთოდებზე საუბარს ცხადია სტუმრებთან ერთად 21 საუკუნეში მაშინ როდესაც მინიმუმ 2 ენაზე უკვე ყველა საუბრობს ალბათ საუკეთესო აზრია რომ ჩვენ შვილებს პატარაობიდანვე დავეხმაროთ ბევრი უცხო ენის ათვისებაში ასე რომ დღეს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმ მეთოდებზე რომლებიც ყველაზე ეფექტიანია სწორედ დღეს და აპრობირებულია გარდა ამისა დღეს გავცემთ პასუხს კითხვაზე უცხო ენის სწრაფად და მარტივად შესწავლა ეს არის ნიჭი და განსაკუთრებული უნარი თუ შრომის შედეგადაც ძალიან მარტივად შესაძლებელია ეს ყველაფერი. მე მინდა სტუდიაში მოვიწიო სტუმრები, გთხოვთ მოვბრძანდეთ ბექა ბერიკაშვილი, ჯეირან ოქროპირიძე, გთხოვთ მოხვიდეთ სტუდიაში და მათთან ერთად უფრო ვრცლად და დეტალურად, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ამ თემაზე. მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად, დავბრძანდით. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან და შეგიძლიათ შეევზატოთ ამისთვის, მანამდე კი მე მინდა ჩვენს მაყურებელს ახლა სიუჟეტი წარმოვიდგინო, ვიდრე საუბარს დავიწყებთ, უნდა გაგაცნოთ თაია და სესილია მაჩაბლები, ეს გახლავთ ბავშვები, რომლებიც 3 წლიდან საუბრობენ ინგლისურად და რუსულად, ახლა უკვე გადაწყვიტეს, რომ ესპანურიც ისწავლონ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ამბავში, გახლავთ ის, რომ ეს არა მშობლების და მასწავლებლების განსაკუთრებული ძალისხმევა, არამედ თავად ბავშვების სურვილი, ასე რომ მოდით გავიცნოთ ეს ბავშვები, თაია და სესილია და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. Hola, ¿cómo estás? მე მქვია თაია მაჩაბელი და 7 წლის ვარ. მე ვარ სესილია მაჩაბელი და ვარ 9 წლის. ჩემი აზრით, ინგლისური ადვილია როცა ლაპარაკობ, მაგრამ კითხვა წერა უფრო რთულია, იმიტომ რომ ხანდახან როცა უნდა იყოს მარტო ჩ, ch აქვს tsh. და არა მარტო ch. არა ხანდახან night. იკითხება night, მაგრამ იწერება night. წერა არის მეგოდი რთული. Yes. კი, ყველაზე მეტად წერა რთული. ხანდახან ინგლისურად ვლაპარაკობ და ხანდახან ქართულად. ძალიან რო გაბრაზდება ქართულად, ცოტათი ინგლისურად. Sissy is always annoying. No. Sissy is always annoying. როცა ბრაზდები ინგლისურად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ადვილია. და სიბრაზეს გამოვიტან ინგლისურზე. Sissy is always fighting at school. I am not always fighting at school. Yes, you are. I am not. You are. Nope. Yes. No, she doesn't. No, go over here. სესილიამ დაიწყო 3 წლის იყო, უკვე საუბრობდა რუსულად. შემდეგ თვითონვე გადაწყვიტა რომ რუსულად საუბარი არ უნდა და გადავიდა ინგლისურზე, გადაერთო. ნუ ჩვენ გქონდა აი როცა რაღაცა საუბრობდა ინგლისურად, მე ვასწორებდი გრამატიკულად, აი she, he ვუსწორებდი ასე ვთქვათ, თავიდან რომ დაიწყო საუბარი და მე ნუ დაიწყო და დაიწყო, ბაღიდან დაიწყო უკვე. ოღონდ არ მისწავლებია სახში წიგნებით და რაღაც ისე აი ძალიან ბუნებრივად მოხდა რა ენის შესწავლა და მე ბაღში უკვე ისწავლა ანბანი და წერა კითხვაც არ მისწავლებია სახში დაიწყო სკოლის პირველი კლასიდანვე და ახლა უკვე ინგლისურ წიგნებს კითხულობს. თაიასთან ბევრად მარტივი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ თაია უკვე ქართულად დაიწყო ლაპარაკი და ინგლისურათაცვე, თავიდანვე, იმიტომ რომ სესილია ეთამაშებოდა სულ თაიას ინგლისურ ენაზე, ესე არჩევდა რა, რომ ინგლისურად ესაუბრა. ეს არის და ეს. პატარა ასაკიდან დავიწყოთ სიტყვების სწავლა და არა ესე საუბარი ასე ვთქვათ, რა ფერების, რიცხვების და ასე შემდეგ. არ შემშინებია კი არა, ალბათ მეტი ენა რომ ცოდნა და მეც ვასწავლიდი. ვფიქრობ, რომ პატარა ასაკიდან უფრო მარტივად სწავლობენ ბავშვები და ეს მიდგომა მქონდა თვითონაც რა. არ ვიცი, ბუნებრივად ძალიან ჩვეულებრივად. მე ვფიქრობ, რომ მშობელმა უკეთ იცის მისი შვილისთვის რომელი ჯობია, რამდენიმე ენა ერთდროულად თუ ერთი, ბავშვზეა დამოკიდებული რა, როგორ გითხრათ. 2 მყავს და იმდენად სხვადასხვანაირები არიან, ყველაფერში სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. დაძალებით არაფერს არ ვაძალებ, მით უმეტეს ენის სწავლას როგორ დავაძალებ, რაღაცა ბუნებრივად შევიყვანეთ ეს თემა, ასე ვთქვათ რა ოჯახში. წელს მე-3 კლასიდან დაიწყო ესპანური და თვითონ ძალიან მოსწონს. ჯერ დასაწყის ეტაპზე ვართ, მაგრამ მე მომხრე ვარ. ჩემი შვილი მაძლევს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე ენა, ასე ვთქვათ, შეითვისოს თუ აითვისოს როგორც არის. და არ მაქვს პრობლემა. კი მე-5 კლასიდან კიდევ ერთ უცხო ენას ელოდებიან და ასე ვთქვათ, მზად ვარ. ზაობა მაქვს ამისთვის. უარზე არ ვარ. რაც მეტი ენა იცი, მით მეტი ადამიანი ხარ.